გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ჩვენს გადაცემაში ვიწვევთ ყველა იმ ადამიანებს, რომელი ადამიანებსაც სურთ და აქვთ მისი იმედი და სურვილი, რომ ისაუბრონ სიმართლე და უთხრან საქართველოს მოსახლეობას სიმართლე. სიმართლე მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში დაიწყო წინა საარჩევნო კამპანია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ღებულობენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. მათ შორის არის პოლიტიკური პარტიები, რომელი პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საერთოდ საარჩევნო კამპანიას და არც ერთი არ ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას. ეხლა ეს არ არის რაღაც იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს ისინი მართლაც ბოიკოტს უცხადებენ და მათ რაღაც გარკვეული ავტორიტეტი აქვს საზოგადოებაში და ყოველ შემთხვევაში მაინც არ უნდათ რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. არა, ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ მათმა კარგად იციან, რომ მათი ავტორიტეტი არის ნული. მათი ავტორიტეტი საერთოდ წაშლილი არის საზოგადოების თვალში. მე მხედველობაში მყავს ეს ნაცსექტანტური მოძრაობები, ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტური პარტიები, რომლებიც დღეს დაგკეჟინებენ თავზე და ყოველ დღე არ გავა არც ერთი მათი სექტანტური ტელეარხების საშუალებით ინფორმაცია, სადაც ისინი არ აანონსებენ, რომ საქართველოში იწყებენ ისინი გადატრიალებას, იწყებენ რევოლუციას. პირდაპირ ეს ქუჩა მოწანწალე შაპიტო, მესვისტოკე ხაბეიშვილი უკვე გამოვიდა და მოევლინა აი რევოლუციურ ფლანგს და ამ რევოლუციურ გუნდს მეთაურად და ჩაუდგა სათავეში, რომ მან უნდა 4 ოქტომბერს ამოაყირაოს საქართველო. ბიჭო, ისედაც ამოყირაებული ხარ, შენ გაიგე და სადაც ახვედი ყველგან თავპირი დაგანდრიეს. და ყველგან ესე იგი რომ იტყვი ფეხვეშ გაგიგდეს, გაიგე? შენ სულელო და შენ მართლა მოწანწალე შაპიტო ხაბეიშვილი. შენი ამოსაყირებელი, შენი გადასატრიალებელი სად არის უკვე და ვინ ახარ შენ რომ გადაატრიალო ეს ქვეყანა და ამ ქვეყანაში დაიყო ომი და სისხლის ზღვა. და ასეთი ადამიანები, ასეთი რომ იტყვი უკონტროლო არსებები დღეს ძალიან საკმაოდ და ვერმა გამოიჩინა თავი და ვერმა ჩამოისხდა ნიღაბი და ბევრი უკვე პირდაპირ ღიათ ეძახის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა მოვიდოთ და დავანგრიოთ და დავაქციოთ ეს ქვეყანაო. აგერ კიდევ რაღაც ორი ვიღაც არ ვიცი ახლა რა უწოდო იმ ადამიანებს ეს ფავლენიშვილი რომ არის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ახლად მოვლენილი არსება პარტიაში და ის სისმოწამლული ძველებმა უკვე მათ გადმოუბრუნეს ტვინი და ისიც უკვე ჩაება ამ პროცესებში და ასევე ვიღაც კიდევ ეს ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი ვიღაც გიგა ჯოხაძე დამზარან და ჭორაობენ აი ორღობის დედაქალებივით რა ორღობის დედაქალებივით გაიგე ბიჭო მეტი საჭირო ვერაფერი ვერ ნახეთ თქვენ და მეტი ისინი ვერაფერი ვერ ნახეთ თემები რაზე უნდა ისაუბროთ ჯერ არც იცით რაზე საუბრობთ გაიგე არც იცით საერთოდ საქმე არიცით და მოდებაში არ ხართ რაზე საუბრობთ მე მეორე რომ საერთოდ როცა რაღაცას საუბრობთ ადამიანს რაღაცაში ბრალდებთ ხო მაგეთ მტკიცებულებები უნდა გაგაჩნდეთ გაიგე დაშია საქმე და თუ აშკაცები ხართ მოდით აი ესე რაღაც ზურს უკან რომ ჭორავთ გაიგე და ზურს უკან რაღაცას იზახეთ ჩემზე ტრისანტეთიშვილი იქნება რომ მოგამტროეთ მან კისრებს გაიგე ხო და კისერ მომტრეული რო იწანწალეთ იქით-აქეთ და ფაქტიურად აღარ გეკეთებათ არაფრის არც საჭოროოდ და არც იმის საშუალება რომ თქვენ შემდგომში კიდევ ვიღაცა გაჭოროთ. აი გეუნებით, ცოტა წესიერად მოიქცეთ. და ყველას იმ რევოლუციურ ფლანგის ორგანიზატორებს და ყველა იმ სექტანტებს გაფრთხილებთ, რომ თქვენი გადასატრიალებელი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის, გაიგეთ? და თქვენი ამოსაყირებელი ეს ქვეყანა არ არის საქართველოს მოსახლეობა უკვე სწორად აზროვნებსაც სწორად ხედავს, გაიგეთ? და იცის ვინც ახართ თქვენ და იცის რა გინდათ და როგორ გინდათ ამ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა და სისხლის ზღვა და ამიტომ საქართველოს მოსახლეობა სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. იმასთან დაკავშირებით თქვენ ზურგი შეგაქციათ. ხუთიანი ხო აგახიას გაიგე და აღარ გაქვთ ხუთიანი. ეხლა მარე პარტიასაც უკვე აგახევენ გაიგე და საერთოდ აღარც გეკეთებათ, აღარც პარტია გეკეთებათ და აღარაფერი არ გეკეთებათ. დაამთავრდა თქვენი ფარფაში ამ ქვეყანაში და თქვენი ეს ბლატაობა, რასაც ებლატაებოდით საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. და ასევე მე აი არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩამული იყვნენ ამ პროცესებში. მოკლედ ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი
ბატონი ზაზა გვიმრაძე, ასევე ბატონი ზაზა არის დღეს უკვე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას. ის არის ჩვენი გაერთიანებული საქართველოს პარტიის წევრი, მისი კანდიდატი არის ჯუღურეთის რაიონში. ბატონო? ნაძალადების რაიონში ერთ-ერთი კანდიდატი და მე მიმედი მაქვს, რომ ამ ადამიანს პატივცემენი და ამ ადამიანს ყოველთვის აქვს იმის სათქმელი და იმის მისასვლელი იმ თავიანთ მეგობრებთან თავიანთ იმ უბანში, რომელი უბანიც მას პატივცემს, რომელ უბანშიც ეს კენჭიყლის და დღეს გვექნება ამ თემებზე გვექნება ჩვენ საუბარი და განვიხილავთ ამ მიმდინარე მოვლენებს, განვიხილავთ იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელი პრობლემატური საკითხები დღეს არსებობს ჩვენ ქვეყანაში და ასევე ბატონი ზაზა თავის ამომრჩეველს რაღაც ზოგადად მიაწვეს იმ ინფორმაციას თუ რას აპირებს ის და რა უნდა დღეს მას თავისი იმ ლამაზი უბნისთვის გააკეთოს, რომელიც ლამაზი უბანი ჩვენი დღეს გამოვა და ვიცემს ბატონ ზაზას ხმას. სხვათა შორის ნაცსექტანტების გასაგონად ვამბობ. ხა წეხარ ვთქვი რომ აგახიეს 5 ნომერი მეტი. აი თქვენი 5 ნომრების ამხევები არიან, ეგ რომელსაც მიიღეს ეს 5 ნომერი სამართლიანად და ამის 5 ნომრის რეაბილიტაციას ესენი მოახდენენ და 5 ნომერს დაუბრუნებენ. მართლა იმ 5-იან სახელს, რომელიც ამ 5 ნომერს ეკუთვნის და არა ის ტალახში რომ ხარ და დამოსვენი ნაციონალურ მოძრაობას. ბატონო ზაზა მოგესალმებით, მადლობა გობრძანებისათვის სტუდიაში. მადლობა მოწვევისად ბატონ ტრისტან. ხო და მოკლედ ესე იგი ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება ახლა და ძალიან ესე იგი რომ მეტყვი ისეთი მდგომარეობა გვექნება ოქტომბერში თუ ახლა ამ სექტანტებს დაუჯერეთ, ანუ უნდა ვიმზადოთ ომისთვის ჩვენ უკვე და თავი დავიცვათ. რამდენად შესაძლებელი არის ახლა, რასაც ახლა ეს ნაცსექტანტები ძახიან, რომ ჩვენ 4-ში უნდა დავიწყოთ რევოლუცია და რევოლუციის შედეგად დავამხოთ ეს ხელისუფლება. რამდენად არის ეს ჯერ ერთი მოსალოდნელი და შესაბამისად თუ დაიწყეს, რამდენად არის ეს რომ ამან მიიღოს განვითარებადი ხასიათი და ისევ კვლავ მოვიდნენ ხელისუფლებაში ეს მკვლელები და ადამიანის სისხლისმცემლები. ბატონო ტრისტან, ესენი რასაც იძახიან, ნახევარი არის პიარისთვის განკუთვნილი რა. ნახევარი არის ტყუილზე აწყობილი. რისი რევოლუციის მომხდე? ვინ არის აქ რევოლუციის მომხდარი? რომელი? გაბეიშვილი ესენი ვინ? ფული აქვთ. ბიჭო, თუ ხელისუფლება არ გაურიგდა, რევოლუცია ისე არ ხდება. ისე მართალი ხარ. როგორც შევანაძე გაურიგდა ნაციონალურ მოძრაობას და მიშას და ბურჯანაძეს და იმებს და მოვიდნენ ჟვანიას და იმებს და მოხდა გადატრიალება. აი ესე იქნება აქაც, თუ გაურიგდა, მაგრამ აქ ვინ არის გამრიგებელი ამათთან? ამათთან გარიგება, ეშმაკზე გაურიგდები და ამათ არ გაურიგდები, კაცო. ეშმაკ, ესენი ეშმაკზე უარესები არიან, კაცო. ამათთან არავინ არ გარიგდებოდა, ბიჭო. ერთი ვერ წარმოვიდგენს 2003 წელში ის საქართველო არ იყო რა დღეს არის რა. ხალხი უფრო მიხვდა ყველაფერს. ხალხს უნდა განვითარება, მშვიდობა და წყნარი ცხოვრება. ხალხს სამუშაო ადგილები უნდათ, არა ომი. და იქ კიდე ჩართვა კიდე ომებში, რომელიც უკრაინაში მიდის და კიდე კავკასიის ფრონტის გახსნა უნდათ, გონი კიდე და საქართველოს ჩათრევა უნდათ ამ ომში და ეს არ მოხდება რა. ქართველი კაცი არ იომებს. ქართველი კაცს მოუწევს ომი, მაგრამ ჯერ არ არის დრო. იმიტომ რომ ქვეყანა არის ფეხზე დასადგომი. გასაძლიერებელია. ჯარი ბოლომდე ჩამოსაყალიბებელია და ბევრი რაღაცეებია ჩამოსაყალიბებელი, რომ ქვეყნის თავდაცვიანობა იყოს, ჩვენ არავის არ ვემტერებით, მაგრამ ჩვენი თავდაცვიანობა იყოს უმაღლეს დონეზე აყვანილი ყველა საკითხში. მაგრამ ესენი მაინც ამბობენ, რომ ჩვენ რევოლუცია უნდა მოვაწყოთ. ვერ მოვაწყობენ, ბატონო ტრისტან, ვინ ვერ. აი რატო ხარ ესე დარწმუნებული და რაც გამი? იმიტომ რომ ხალხი არ გაყვება, ხალხი რევოლუციას ახდენს ხალხი. ახდენენ ის ხალხი, ვინც სადაც რაღაც სხვა გარდაქმნები უნდათ ქვეყანაში და ესენი გარდაქმნას ვერ გააკეთებენ. ამათი გარდაქმნა ხო უყურებ რა იყო რევოლუციის შემდეგ? ბიზნესის ტერორი, ქონებების წარქმევა, ხალხის დარბევა, დაჭერა, გაუპატიურებები და თელი მამაძაღლობები, ცემა ტყეპა და რავი, ყველაფერი საშინელება, სიბინძური ამათი ისა და ბატონ ტრისტან ახლა ამათ ვიღა მოიყვანს ახლა ხელისუფლება. მაგა ამბობენ რომ ხალხ საზოგადოების საქართველოს მოსახლეობის 60% ჩვენ გვიჭერს ხარსო. ხო, ალბათ ახლა ხო უნდა რაღაცა ტყუილი რომ გამოდის ადამიანი. მაბადია. არავის 60% არ 60% მაგათ უჭერდე. საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას. ადგილობრივ არჩევნებში მიიღებდნენ მონაწილეობას.
არავინაც არ უჭერს მხარს. იმ თავის აუნჩებესაც მოსწყინდათ რა ესენი რა. ეს მასხარა ხალხი. ანუ დარჩა რაღაც პატარა სექტა, ხო სექტა ჯგუფი რომელიც ეს ავადმყოფური მასში გადავიდა. ეს ყველგან ეგრე იყო. ყველა დროს ეგრე იყო რა. ყველა ხელისუფლების დროს სექტანტები რჩებოდნენ როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ესეთი სექტური გამოხდომის ადამიანები რჩებოდნენ და იყვნენ რა. ეხლა ნახეთ ბატონო ზაზა, გასაგები ეხლა მათმა ვარი განაცხადეს და არჩევნებში არ ღებულობენ მონაწილეობას. არის მიზეზი ის, რომ შესაძლოა რუსული არჩევნები არისო. ამას იზახიან. ეს არის რუსული. აბა მეტი რა უნდა თქვა, სხვა არა, სალაპარაკო. როგორ პირველად არ იძახოდე რომ ამითი არ გაყალბდებაო ამ ელექტრონული არჩევნებითო? მაგათი კიდე რომ პრეზიდენტს ეძახიან. ფუფალა ხო? ხო. სალომე. ის არ იძახოდა რომ ეს ყველაზე კაი რაღაცაა, რომელთაც არ გაყალბდება და ორი ცალი ვერ შევა იმაში გასაყალბებლად თო კაცო. ორი მას ვერ ამობეჭდა ბატონ ტრისთან. ვარიანტი არ არსებობს, ეს ისეთი ტექნოლოგია არ არსებობს, რომ მაგ გააყალბოს რა. რამდენი კაციც მივა, იმდენი ხმა დაითვლება რა. ხო, მაგრამ ეხლა ნახეთ კი ეს მე ხო მაინც გადათქვეს, მე ხო ხედავ თვითონ ხო ამობდნენ რომ ეს კარგი არის ელექტრონული იმის ჩასატარება წერა. ვერ მოიგე, ვერ აიღეს სისტემები და ეს არჩევნები ხო მე ამბობენ რომ ეს თურმე ეგ საყალბებს, გაყალბებული არის, რაღაც მიზეზები მოიძვეს, იქ წეტილი ჩანსო, ის ჩანსო, ეს ჩანსო, გაიგე. ხო ასე ბატონ ტრისთან. მეც გეტყვი რა, შარის მოდივა თუ მინდა გეტყვი, რატო თავზე ხუდი არ გახურია და მორჩება რა. ვარე, გასაგები ახლა შეულებაა. ეს იცი რა, ეს არის თითიდან გამოწოვილი რაღაცა ის რა. ახლა შენ თითიდან გამოწოვილი და ხედა იმ თითიდან გამოწოვილებით არის რომ ყოველდღე რო გამოდიან ტელეეთერების. მე რო გამოდიან ბატონოსთან, იმათ არველები ხარ. ამ თითიდან ამათ ფულს აძლევენ. ამ გამოწოვილი რაღაცებით ქმნიან ამ იმას უკმაყოფილების ფონდს აქ ქვეყანაში საზოგადოებრივ მიმართებაში. ვერაფერსაც ვერ ქმნიან. გამოდის მარტო ის ხალხი, ვისაც საერთოდ არაფერი გაიგება რა არის სამშობლო. საერთოდ როგორ შეიძლება ქართველი კაცი იძახოდეს მე ევროპელი ვარო. უნდა იძახო რომ მე ვარ ქართველი და ჩემი სამშობლო საქართველოა. რა ევროპელი ხარ? თუ ევროპელი ხარ, ეგ არის ევროპის კონტინენტი და იწყური იმ ევროპაში. ევროპას თავის გაჭირვები ახლა შენ ხარ კიდე კისერზე დააწვი ახლა ეგ საფრანგეთში ხო ხედავ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ყოველდღეო 12 მილიონი ისა ევროს ვალში მიდის საფრანგეთი ყოველდღეო ბიჭო წარმოიდგინეთ თქვენ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და ხა ითხოვს ხელახალი მთავრობის არ იმას რომ კაბინეტი შეექმნას. ყოველდღე 12 მილიონის ვარში მიდიხარ ევროს 12 მილიონი. ისე ამდენი აქვს ვალი საფრანგეთი. ხო, და ახლა შენ ამათ უშობ კიდევ პარაზიტებს იქით ევროპაში ამათ დამატებით. მე არ არის არ უშევ, თვითონ ყולל ჩვენი სამშობლო ევროპაა და წავიდნენ მე არ უნდათ ეს ქართველი იყოს, უნდა ევროპელი და წავიდეს იმ ევროპაში. მაგენი არც ევროპელები არ არიან და ქართველები არ არიან კაცო. მაგენი არიან შექმნილი აგენტები, გაიგე? ეს არის. ეხლა ხო და მოდის ეს ფული ბატონო ტრისთან და აძლევენ, აგერ ხო გამოგვეყდა ამ არასამთავრობოებს, სადაა ეს ფულები გადახდილი. მიზნობრივად დახარჯული ფული არაა. ის არასამთავრობოები საერთოდ უნდა გააუქმო და აუგზავნონ არასამთავრობოებში მოღვაწეობა. როგორ შეიძლება ამ ხელა ფულები გადაიხადეს რაღაც ჯარიმებში, იმეებში, რაღაც მამაძაღლობებში. რა არასამთავრობოს გადასახდელია ჯარიმის გადახდა? თავის იმათ უხდის, რა ქვია, აქტივისტებს. გავიგე, მაგრამ ის აქტივისტი, ის არასამთავრობო არა, მაშინ შენახარ ერთ-ერთი კრიმინალური ორგანიზაცია. რომელიც ქვეყანაში ანონსებს გადატრიალებებს ცდილობებს და თელ საზიზღრობებს. თქვენ ახლა არასამთავრობოებს შეეხეთ, მე გეთახმებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს უნდა აკეთებდნენ საქმეს, ქართულ საქმეს და ქვეყნის საქმეს უნდა აკეთებდნენ, არა მტრედის საქმეს. უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რომელიც საქმეს საზოგადოებას ადგენა, ხო? ეს არასამთავრობოები პირდაპირ არის, ეს არ არის არასამთავრობოები, ეს არის აგენტურული ჯგუფები, რომელი აგენტურული ჯგუფების პირდაპირ იმართებიან დასავლეთის კურატორების მხრიდან და ფინანსდებიან მათი მხრიდან და ასრულებენ მათ ამოცანებს. და ახლა გუშინ წინ მოხდა ესეთი რამ, რომ პროკურატურამ აღზას ისე სამართლის საქმე ამ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ და დააყადაღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია დააყადაღეს. 7 ცოტა, კიდე მეტია. ანუ ესე იგი, ახლა გასაგებია. დღეს 7 ახლა ხვალ 10 იქნება, 30 იქნება და ასე ნელ-ნელა მიყო. ანუ დაიწყო, ესე იგი, შეხედე ახლა რა ხდება, გავყვეთ ქრონოლოგიურად, ხო? 5 ნომერი დაკარგეს.
ხო? აგერ თქვენმა პარტიამ 5 ნომერი წამოიღო, შეხვდა იქ კინჭმაში, რა ქვია. ლოტოტრონით იმი ჩააყოს, ხელი წამოიღო, კი არა უჩუქები. უდოდათ რაღაცა გამოებად, კუდელი არა ვერ გამოუვეს, არ გამოუვიდათ. იმიტომ და კუდელი იმდენი ის ეყარა, რომელიც შეხვდა ამოვიდებს კაცი ახლა. 5 ნომერი დაკარგეს. შემდგომ ესე იგი აგერ ის ფინანსები ნენელა გადააკეტათ, ხო? ის კანონის მოქმედებაში შევიდა ძალა. მოქმედებაში შესთან დაკავშირებით გადააკეტათ ფინანსები. შემდგომ ეხლა აგერ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია დააყადაღეს. ანუ ქართულმა ოცნებმა ეხლა გასაგებია თქვენ სხვა პარტიის სახელმწიფო ქართულმა ოცნებმა მოდი სიმართლე თქვათ, რაც თქვა და რაც დაპირდა აეხლა ამ ბოლო დროს საქართველოს მოსახლეობას ნაბიჯ დაეწყო ამ ის შესრულება და დაკმაყოფილება. იცი რატო უნდა დაეწყო? უნდა დაეწყო ქართულ ოცნებას, ეს უნდა დაეწყო, მაგრამ თულ პერიოდში მოვიდა ქართული ოცნება. ეს რო იტყვიან აგენტურული ქსელი ისე იყო გამჯდარი ქართულ ოცნება ნაბიჯ ნენელა გამოიწია რომ ამ გავლენებისგან განთავისუფლებული იყო საქართველო რა და გამოაჩინა ის ხალხი ვინც ჩაბმული იყო აგენტურულ საქმიანობაში საქართველოს ტერიტორიაზე ის არასამთავრობო და პარტიები რა ქნას ქართულ ოცნებამ ვითარება სწრაფად შეიძლება ამის გაკეთება მაგრამ ეხლა მე იმასაც ვერ ვიტყვი რომ სწრაფად იმიტომ ვერ გააკეთეს ამიტომ ვერ გააკეთეს მაგრამ იქაც ყავდათ ის ხალხი როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც არ აძლევდნენ მაგათ საშუალებას, რომ ეს გააკეთებინა. რომ უნდა დაწყებულიყო რაღაც გაკეთება, ის შემოგვიგდეს. რა ერქვა იმ ის სიტყვა რომ შემოგვიგდეს. კოჰაბიტაცია და რაღაც მამაძაღლობა და რაღაც ეგ რესპუბლიკელების ის იყო. ხო, იმიტომ რომ ეგენი ხო, იმათი იყვნენ. ხო, რესპუბლიკელები ხო. ხო, იმათი ხალხი იყო. ეგ არის სატანისტური ორგანიზაცია. ხო და ეგენი ახლა შემოგვიგდეს ეგ, მე ის ჩატარდა, მე ის ნელ-ნელა გამოვიდა, მაგრამ სულ ყოველი იმაზე დაგვიწყეს ნახე უკან მე დიფტეიტი წამოვიდა რუსეთთან ომის ჩამაზე უნდა და უკრაინას უნდა დახმარება აქ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნა საქართველოს რა მეორე ფრონტი ის მეორე ფრონტი სადა აქ ახლა საქართველოს საომარი იმდენი საშუალებები რომ იქ მეორე ფრონტი გაიხსნა ვის ამხსნიდა რატო ხსნის საერთოდ მეორე ფრონტს რა უნდა გახსნილიყო რატო უნდა გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტი ვის ის რომ უკრაინელები დახოცილიყავით? რა უნდა დახოცილიყავით? საქართველო უკრაინა იყო 40 მილიონი და საქართველო არის 3 მილიონი ქართველი ცხოვრობს საქართველოში. არა, მაგდენიც აღარ არის უკვე. ისე ვიძახი საერთოდ რაოდენობრივად. და რამე რო დაიხოცებოდა, უკრაინაში რო დაიხოცენ, ასე რო დახოცილიყო, ქართველი აღარ დარჩებოდა. მე ეს მიწა ვის რჩებოდა? 1.700.000 ახლა უკრაინელი არის ამ ომში. გააწყვიტეს თელი გენოფონდი უკრაინის. ამ ძაღლიშვილებმა ეს გააკეთა ვინ? გააკეთა სწორედ იმ დასავლეთმა გააკეთა. ისაც ვერ უყურებ რამდენი გამოვიდა, რამდენი ფულია დახარჯული უკრაინის იმაში, რომ ეს მოხდა იყო რევოლუცია უკრაინაში. კი, მაგრამ ნახე ჯერ პოროშენკო მოიყვანეს, მერე ეს მოიყვანეს ეს სულელი ზელენსკი მარტო ქონების ყიდვაზეა გადასული. ახლა მუქთაფული შემოდის რა ხნა? რა ხნა?არმავოი ფული შემოდის.არმავოი ფული კი არა. ხვალ ზეგ უკრაინა დამთავრდება. დამთავრებული არ არის. არა, დამთავრებულია, მაგრამ უფრო მალე დამთავრდება უკრაინა. თუ იარაღს ვეღარ მიაწვდიან, ვეღარც გერმანია, ვეღარც საფრანგეთი, ვეღარც ინგლისი. რა სიზამე რა. რა უნდა? საერთოდ არ უნდა მიაწვდონ იარაღი ეხლა, თუნდაც ევროპაში იყოს მშვიდობა. თუ არა და რომელი ხარხნებით მე ესე მგონია რა. რუს მე ჭკუა კი არ დაუშლის. რომელი ქვეყნებიდანაც მოდის იარაღი ზუსტად იმ ადგილებს დაარტყავენ რუსები. ახლა ეგეც აქვს გეგმაში, მაგრამ და ესეთი რა რო გეუნები ვარ მიაწოდო. თორემ მე შენ დაგარტყავ. რუსი ამის გამკეთებელია და გააკეთებს. თუ ამერიკის შტატებს შეუულია, როცა მოუნდება ირანი დაბომბოს, იუგოსლავია დაბომბოს, სერბები დაბომბოს, ისინი დაბომბოს, რუს რატო არ შეუულია? ვენესუელას ემუქრება კიდევ. ვენესუელას ემუქრება. ხო, ეხლა ვენესუელას რაღაც ნარკო კარტელებთან გარიგება რაშუაში. იქ ნავთო მობილიზაცია გამოდის. იქ 100% სახელმწიფო პლუს ამხელა ნავთობს. ხო. ამხელა ქონებას. ახლა მათ შესვლა უნდა და ყოველას ლუკომეს ჩადება უნდა. ნავთობის ნავთობის ამბავს ნავთობი არის. ნავთობია, მაგრამ რა გამოუვა არ ვიცი, მაგრამ პარტნიორობა ჩინეთმა გააფორმა იმასთან. ვენესუელასთან. რუსეთთანაც კარგად არის ვენესუელა და ვენესუელა და ნახოთ ერთი რა, როგორ დაარტყამე, როგორ მიარტყა. კაცმა უკვე თელი იმისი
ოკეანის სანაპიროზე ისინი აღმართა უკვე ჯებირები, რაღაცები, ტაქსაწინააღმდეგოები და ბლინდაჟები ააწყეს. მოდი ახლა ჩვენ ისე აქ ჩვენთან გამოვინახოთ საქართველოში, მაგასაგებია ეს იქაური პრობლემებიც და საერთოდ გარე პრობლემებიც მოქმედებს ეს. ბიჭო, სოფლიო არეული ბატონო პრესა. სოფლიო თუ არ დაალაგდა და ახალი სოფლიო წესრიგი არ შეიქმნა, სუეცის ქაოსი იქნება სოფლიოში. ხო, მაგრამ ამ სექტანტებს და აი ამ ნაციონალებს და ამ ჯოჯოხეთს და ამ ჯოჯუებს და ამ ჭინკებს, აი აქ მე აქაური რა ქვია ეს ჭინკები ყავს ხედველობაში მე აი თქვენ რა გინდათ ეთი გაგვაგებინეთ გითხარით ბოლო დაგვანებით თავი რა მოგვეშვით დაგვასვენეთ გაიგეთ თუ რა ისე დაგასვენეთ ცხოვრებაში ხო საერთოდ ვეღარ გაივნით ქუჩებში და საერთოდ ვეღარ გაივნით მე ბერსად გაიგე რას მომიგინდათ ბიჭო ხაბეიშვილო შენ მომისვენი აქეთ შენ მართლა უტვინო კაცო შენ ერთი გრამი ტვინი არა გაქვს თავში რომ შენ აი ისიც არიცი რომ რა მოყვება ამო ჩვენ ქვეყანაში გაიგე და რა მდგომარეობაში ჩავარდება ჩვენი საქართველოს მოსახლეობა და რა მდგომარეობაში ჩავარდება ჩვენი ქვეყანა თქვენ რო რაღაცა ამ სულელური გეგმის განხორციელება გინდათ ამ ქვეყანაში რომ რევოლუცია და ომი გაიგე რა გინდათ პატრონი არა ხართ ბიჭო შევალი სახში მაინც რომ მიდიხართ იქ ან დედა ან მამა ან მეუღლე ან ვინმე არ გეუბნებათ რომ ამ სულელურ განცხადებებს თავი დაანებეთო და ამ სულელური შვილები არ ეცოდება ეს თავიანთ შვილებს გაიყვანებენ ეგრევე ბიჭო ქვეყნიდან გაიგე და მე ჩვენ უნდა ვიკითხოთ აქ გაიგე ჩვენ შევჩება ჩვენ კი ესე გადავა ეს ყველაფერი მაგარი გაიქცებიან გაიგე აქედან მაგარი 2008 წელს გარბოდა ხო მაგარი დაანთებენ ცესთა ჩვენი ჩასაკრობი და გახდება მე და არა მაგათი ისა ჩასაკრობი ხო ასე ხარ თქვენ სულყველანი გაიგე მანდ ვინც ახართ ეხლა გაერთიანებული შემოსხეპილი ამ თქვენს იმაზე რაღაც ბელადის ირგვლივ გაიგე ის კერპატ რო გყავთ კერპატ ეს ავარტყოფი ეს სულელი სააკაშვილი გაიგე ეს მართლაც მოასაცილებელია აქედან რა გინდა და კომფორტი გაუკეთეთ იმ კაცს იქ იმაში საავარტყოფოში გაიგე და არაკლია არაფერი ეს არის დამნაშავე ეს არის მკვლელი გაიგე და რატო არ გადაკავთ ციხეში მოაცინეთ ეს კაცი ციხიდან იმიდან საავარტყოფოდან და გადაიყვანეთ ეგ მისაშენებულ ციხეში გდანში გაიგე და გაიგოს ერთი როგორი არის ციხე მაგრამ ახლა ის ვერ იგზნობს ამ იმას ცუდ იმას იქ მდგომარეობას იმიტომ რომ ახლა სხვანაირი მდგომარეობა არის იქ და სხვანაირი წესი ცხოვრობენ და სხვანაირი პირობები ცხოვრობენ პატიმრები გაიგე და არა ისე როგორც მაგია ცხოვრება იქ იმას საქართველოს იმას მოსახლეობის დიდ ნაწილს ციხეებში ხო არა შეამოშა საერთო კამერაში და გაიგებს ყველაფერს ახლა საერთო კამერაც კონტროლის ქვეშ არის არ არის ესეთი მდგომარეობა ბატონო ზაზარო დავუშვათ მაგან ახლა იქ რაღაცა პრობლემები მიგზნოს გაიგე არ არის ახლა მოდი სიმართლე ვთქვათ რა დღევანდელი ახლა არა იქ შეიძლება მაგის გამწერებული კაცი კიდეზის იქ არა იქ გამწერებული არა შეუშვათ მაგაზე მაგ კიდო არის ამ კიდო კი რა არის კაცო მაგის გამწერებული მაგას გამწერებული ხარ კიდეს სოგზე არის და გადასინჯოს ელოდებიან საქმეების ბევრი მაგის დროს ის მიცეს სამუდამო პატიმრო რომ მიცეს და დღესაც ციხეებში რა არის მაგ ეს გვარი არის ის ბიჭი ვითომ ბუშის აფეთქება რომ უნდა კაცო ეს ხო იქ ვაშლის ძველი ბიჭი რო ხო კაცო ეს სომეხი ბიჭი ხო ვითომ ბუშის აფეთქება რომ ხო სისულელე თო დააბრალეს კაც ტყუილა თო მე მაგასაც სამუდამო პატიმრობა კაცო გაიგე და კიდევ ძალიან ბევრს გაიგე იქ რომლებიც ტყილაზიან გაიგე და მაგის დროს მოხდა მაგათ მიმართ ესეთი განაჩენის დაყენება და ალბათ გადახედავენ ამ საქმეებსაც და რაღაცა რეალური იმას დააყენებენ იმასაც ისის ტყუილა არაზე ეს კაცო ყოფილი ეროვნული მოძრაობის წევრი დოკვაძე თუ ისა ძალიან ბევრი ხო ვიდო ხო მაგიზოს არ დაიჭირეს და მის ამიტომ არის ახლა თქვენ ბიჭო ვერ გადაატრიალეთ ამ ქვეყანას გაიგე ეხლა ბატონო ზედამ სწორი თქვა გადატრიალება რომ გააკეთო ხო შენ უნდა ყავდეს უკვე მოკავშირეები ხელისუფლებაში გაიგე და მათი ნება უნდა იყოს ესო გადატრიალება გააკეთეთ და ამავდროულად თუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ დაგიჭირათ მხარი ისე ვერაფერს ვერ გააკეთებთ თქვენ და საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს არის თქვენს მიმართ აი ზიზღით განწყობილი პიტაბერ გეუნებით რა აი მე პიტაბერ გეუნებით გვეზიზღებით გაიგე იმიტომ რომ ხართ არამზადები და არაქართველები გაიგე მტრები ხართ ამ ქვეყნის გაიგე მტრები ხართ თქვენ ეთისული გაქვთ როდის საქართველო იცურაებს სისხლის გუბეებში გაიგე ეს ახლა წყურიათ თქვენ სისხლით წყურიათ გაიგე ვამპირები ხართ თქვენ გაიგე არა ხართ კიდე ბატონო დრისთან მე ამათ კიდე რა უნდათ ხო ყურე რაზეც გას საქართველო საპატრიარქოს გაუქმება უნდა ქრისტიანობის მოსპობა საქართველოში სატანისტები არიან კაცო ხო და იმიტომ იცანი სატანისტები არიან აი ღმერთი რო თქვენთან არ არის ვერაფერს ვერ გა ვისთანაც ღმერთი იქნება ის ყველაფერს მიაღწევს რა ღმერთი ხო უნდა გიყვარდეთ რომ რაღაცა გამოგივიდეთ ამ ცხოვრებაში ვეღარ გამოგივარ ის
ეშმაკიროვი გეგმა 2003 წელს ვითომ ვარდების რევოლუცია დაარქვეს, არაფერი ვარდების რევოლუცია არ იყო ეს. ეს იყო ხელისუფლების გადაბარება, რევოლუციური პატარა სცენარი, სისხლი ვარ დაღვრილიყო, ისე გადააბარეს. ეს ხალხს სოდნოდა რომ ეს ესე იქნებოდა. ან იმ ხალხს კიდე ვისაც ეგონა რომ მართლა ეს ანგელოზე ეგონათ მიშაზე ხო უყურებ როგორ იყო. არა ისე რა იყო, ეხლა თვითონ ცხოვრება იყო. არა ეს შევარნაძე მიიყვანა ეს ცხოვრება ეგრე მაგრამ რა არის იცი გასაგებია გასაჭირება იყო მაგრამ ბიჭო ის ადამიანობა და კაცობა არ იყო დაკარგული კაიგე და ვაჟკაცობა არ იყო კაიგე და იმას კაცი და ხალი ქალს გავდა კაიგე და მე ახლა მე შევარნაძემ არ მიიყვანა ამ გაჭირებამდე ეს ქვეყანა რომ დაიწყეს ნულოვანი აუქციონი ერთლარიანი აუქციონები რომ დაიწყეს და ამდენი ფაბრიკა ქარხანები გაყიდეს მე ამან გადაიბარა და ამან გაყიდა ზოგი თავის დედა საჩუქა ზოგი ძმა საჩუქა ზოგი ვიღაცა საჩუქა და ესე და გაყიდეს საქართველოს ქონება თბილისის ქონება აჭარის ქონება მე მაგ იყო ახლა ეგ იყო საერთო გეგმა იყო და საერთო გეგმა ან მე როგორი კანონი მიღეს ბატონო წესერი მყიდველია შენ მოგცა მე გადავყიდე კეთილსინძი რა კეთილსინდისიერი ისი კეთილს როგორ აქვს ჩაგდებული ქონება ერთი ნახოს იმ ანტიკორუფციული საბჭო რო არის ერთი ნახო რა ქონებებს ფლობენ და როგორ ფლობენ იქ დამალული კი არ არის ვერ დამალავ მაგას ძირითადად ახლა მსხვილი ბიზნესი რაც არის საქართველოში ხო ნაცსექტანტების არის მაგრამ მიშას დროს არის გაკეთებული ეს ყველაფერი ისე რომ ვერაფერს ვერ უშვები რა გესმით აშია საქმე გავიგე მაგრამ ერთი რამეც ხო არსებობს კაცო რა პროდუქცია შემოდის ისიც არ მოწდება საქართველოში როგორ სურსათმოქმედების სამსახური რისთვის არის სანების სადგური რისთვის არსებობდა რისთვის მოსპეს ბევრი ხალხი იწამლება აი ესეთ სასკვების ობიექტებში მე ამას ჭირდება სწორედ სწორი მიმართულება ქვეყანაში რომ ამ სწორი მიმართულების საფუძველზე ქვეყანაში ხალხმა იგზნოს თავი დაცულად და მე აი სწორედ ეს ვარ ეს ბიჭი ეხლა რო არასამთავრობო აქვს ეხლა ტრანსპორტზე რო გამოდის ტრანსპორტზე მესხიშვილია თუ რა გვარი მესხიშვილი ხო მესხიშვილი მაგი არის ხო მინისტრი არის მინისტრის მოადგილე ჯერ ის იყო მაქსანების სადგურების ნაჩალნიკი მაგრამ იმასთან მინისტრის იყო მაგი მინისტრის მოადგილე იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო მაგრამ არ მოსპეს ეს ყველაფერი რა ტრანსპორტი შე რა გესმის ბიჭო ტრანსპორტი ის კი არ არის 4 ბორბალი რო უჩას მანქანას და რულთან ზიხარ ტრანსპორტს იმხელა დათვლა უნდა ყველაფერს გამოდის ვიღს რაღაციდან ფულს იღებს და წამომჯდარია ჯერ იქიმდენი რამე იშოვა ჭიპაშვილის მოადგილე იყო მაგი კაცო ჭიპაშვილი რო იყო ჯანდაცვის მინისტრი ო მაგის მოადგილე იყო სანების სადგური დააქციეს ბენდუქიძესთან ერთად ყველაფერი არ ჭირდება საქართველოს სანების სადგურები კონდეს. რატო არ ჭირდება? ვინ ამოწმებს იმეებს? სასკვების ობიექტებს, რესტორნებს, იმეებს. სისუფთავე უნდა იყოს ყველგან. და პროდუქცია ვინმე შეამოწმოს იქ. სუფთა არის, კარგი არის, დაძველებულია თუ აყროლებულია. და ეს ხალხი დღეს ბატონოსზე გამოდიან ეს ადამიანები, ეს დაჯგუფება აი ეს რომ იტყვი მართლაც არაქართველები და გვემუქრებიან რევოლუციით, კაიგე. გასაგებია ახლა ხელისუფლებას ემუქრებიან რევოლუციით. და კარგი ბატონო, გინდათ რომ ხელისუფლება ჩამოვგდოთ, მაგრამ ბიჭო, ხალხთან რა გინდათ? ხალხს ასეც ითეთვე გავიგე მე. ხალხ აი რა გინდათ რომ ხალხსაც რო ემუქრებიან? არა, ხელისუფლებას შეიძლება შეცვალო, მაგრამ ვისიც უნდა შეცვალო? ამათი კაცო. ამ უსახური ხალხით უნდა შეცვალო? მერთა დაგვიფაროს ბაკათიბოს. ვინ მოსვლა, ვინ მოვადო? ამ დაიღრება დიდი სისხლი საქართველოში, მაგემა ატყდება სამოქალაქო მიატყდება მართლა რა. მიმიქარას 12-93 წლები რა. აფერია ერთ დღიანი ოპერაცია იქნება, მაგას ჩვენ მივხვდება პირდაპირ. ერთ დღიანი ოპერაცია იქნება ერთ დღეში კი ერთ ღამეში ჩამოგივით რა, იგე. ერთ დღეში დააწყალ ეს გული. ერთ დღეში ჩამოგივით თუ დაუშვათ ხელისუფლებამ და ძალონება თქვენ არაფერი აგიხსნეს და ვერაფერი უზავენ ჩვენ გიზამთ აი ჩვენ ხალხი გიზამთ ერთ ღამეში ჩამოგივლით გაიგე და დამთავრებულია თქვენი საკითხი ხო და ასეც იქნება გა იმიტომ რომ ხალხმა ჩვენ კარგად ვიცით უკვე რა უნდა გავაკეთოთ გაიგე და როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი თუ იმ შემთხვევაში ჩვენი თავი და ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქალაქი და ჩვენი საქართველო კი ბატონო ეხლა რაცა ნახეთ ახლა გამოდიხოთ და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აი ვიშ და ბრიფინგებს ატარებთ ეს გიგაური ლომჯარია ეს იცო სოროსის ფონდი საერთოდ გასაუქმებელია მაგ ფონდი უნდა აიღოს მაიცეს ბატონ ზაზახა მე რა მინდა უთხრა და რა უნდა უთხრა დღეს თუ რამე
უბედურება ხდება ამ ქვეყანაში თუ რამე უბედურება ხდება თუ ვინმე დღეს შვილები დაკარგა ამ ქვეყანაში გაიგე თუ ვინმე დღეს შვილებს წვენი მოუწამლეს და დღეს თუ ვინმეს ესე იგი შვილი იმყოფება რუსთაველზე იქ და გამოდის და უბედურებაშია ჩაბმული გაიგე თუ ვინმეს შვილები დღეს კლუბებში არიან ღამის კლუბებში და ნარკოტიკებზე არიან შემდგარი გაიგე და თუ ვინმეს შვილები დღეს კიდევ რაღაც სხვა უბედურ რაღაც ცხოვრებას მოკიდეს ხელი ეს არის სოროსის ფონდის კისერზე არის ეს ყველაფერი თუ ვინმე მოუწამლა ბავშვებს ტვინი სკოლებში ინსტიტუტებში ბაღებში სოროსის ფონდის კისერზეა სოროსის კისერზეა ყველაფერი ხო ამიტომ დრო არის ხალხო მაგრამ გაანადგურა ჩვენში განათლების სისტემა ლომალი არ დაანადგურა მაგას დრო არის ხალხო ჩვენ დავიწყოთ უკვე ანტისოროსული მოძრაობა ანტისოროსული მოძრაობა რომ საქართველოს თუ გინდათ გადავარჩინოთ და გავასუფთავოთ და გავიტანოთ ნაგავი ამ ქვეყნიდან პირველი ნაგავი სოროსი უნდა გავიტანოთ აქედან ამ ქვეყნიდან და პირველი რომ იტყვი ეს მტერი დაუძინებელი მტერი ჩვენი შვილები იცოდეთ დღეს თუ არ მოვლენ თქვენთან ხვალ მოვლენ იცოდეთ მართლმადიდებლების მტერები ეკლესიის მტერი ესე უნდა გავიტანოთ სოროსმა ხომ იცით რა თქვა კაცო მე მშობლები კი არ მაინტერესებს მათი შვილებიო მათი შვილები და მე მშობლები არ მჭირდებაო და ნახეთ აი მათი შვილები აგერ გამოიყვანა რუსთაველზე წლები უწამლა წლები აი ამ ბავშვებს ტვინი აი ამ წლები და მიიღეს შედეგი და დღეს დავკარგეთ და ეს დაკარგული თაობა არის იცოდეთ რომელი ბავშვებიც გამოდიან რუსთაველზე დღეს და იქ არის თელი ვაი ვიშვიში და ვათხანალია და იქ არის რაღაცა უბედურება ეს არის დაკარგული თაობა ამიტომ არის დროზე საჭირო რომ ჩვენ სასაფო წესით მოვახდინოთ მობილიზაცია და დავიწყოთ გადარჩენა ამ ბავშვების გადარჩენა როგორ იცი ნამდვილად რომ უნდა გადავარჩინოთ ეს ბავშვები და ამათ კიდევ არ დაემატოს კიდევ სხვა დანარჩენი ბავშვები და გადარჩენა იქნება ის რომ სოროსის ფონდს და სოროს პაურს ამოვარწამთ ამ ქვეყნიდან და გავაგდებთ აუცილებელია როგორ ფიქრობთ რომ არით ვარა ეს საჭირო რომ ჩვენ ეს ერთი ნახე როგორ ხალხი დგას ვიღაც აი გამრუდებული ცხოვრება თუ აქვს რა პედარასტები ლესბიანკები ვიღაცები რაღაცები და ჩადიან თელ სიბინძურეს იქაც კიდე რუსთაველზე ჩვენ ბიჭო როგორ გაბედდეს მაშინვე просто არ გვინდოდა რომ სამოქალო ისე გადაზრდილიყო და ისა მართლმადიდებლობის გამოიტანეს კუბო და უფლის ხატი არ გამოსახული და დააწყვეს იქ ხო აბა ეს რა გააკეთეს ეს საზიზღრები ესენი და შეეშვით ხელები შორს ჩვენის ქვეყნისგან რა და ჩვენი სამშობლოსგან ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს საქართველო და ჩვენ გვინდა რომ გაუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყანა იყოს ღირსეული ქვეყანა როგორც იყო დავით აღმაშენებლის დროს როგორც იყო ფარსმანქველის დროს როგორც იყო თამარის დროს გიორგი წუნოლის დროს რომ გამოვიდეს ასპარეზზე და ყველა პატის გვცემდეს აქ რო არღუმები ჩატარებულიყო არც კავკასიაში არც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არც პატივს აღარ აქვს შემდეგ ჩვენ ჩაგვეტარე LGBT ეს მე ბიჭების დამსახურება არის ალტიფოს ბიჭების დამსახურებაა რომ მარტო ანტიფოს ბიჭები და ყველასი ეს კალაფონის სიმართლე თქვა ბატონო ხო იმემა წამოიწყეს მაგენა წამოიწყეს სიმართლე უნდა თქვა აბა როგორ იცოდეს სადაც მართალი არ იქნება იქ არაფერი არ გამოვა ამ ბიჭებმა დიდი საქმე გააკეთეს რომ ეს ლაქა რომელი ლაქას უკვე და რომელი სირცხვილით უნდა ჩამოკიდებოდა საქართველოს კისერზე აგერ ამ ბიჭებს მე 10 წლეულების მანძილზე 100 წლეულების მანძილზე გვეკეთებოდა ივაშკაცეს და მათთან ჩვენს გამოვიდა და დავდექით და ხალხის გამოვიდა იმიტომ რომ გამოვა ჩავიდეთ სათავეში ხო ეს ამეჭეს მე ამ დიდ ბრძოლას ამ მადლობას ვუნდები და კიდევაც როცა სახელმწიფოს არ შეეძლო გაეკეთებინა იმზე ზეწოლის ქვეშ ვერ გააკეთეს და ქართველმა ხალხმა გააკეთა ეს ვერ გააკეთეს მაგას ქართველი ხალხი ვერ დაიწყეს არ დაიწყეს არც უნდა დაიწყოს რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს ეს შეიძლება არც ეს შემთხვევაში დაივიწყო ხო მაგრამ ეხლა კიდევ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან და კიდევ გამეორდები რომ აი არის გადა გვიშველეთ და აი დაგვაყადაღეს გვიჭერენ ბიჭო მომისმინეთ აქეთ დაგიჭერენ აბა რას იზამენ დასაჭერია რა ხარ მილიარდები შეჭამენ დასაჭერი არა ხარ მოლოტოვის კოქტეილებს ესწავლებოდით პოლიციას, კაიგე წვავდით პოლიციელებს. არა ხარ დასაჭერი. დასაჭერი არა ხარ ესწავლეთ როგორც პულიმეტებს ისე ისე. დასაჭერი არა ხარ იქ სახელმწიფო შენობებს ანგრევდით, ანადგურებდით, წვავდით. რა კიდეთ ვერ გავიგე. კერძო ქონებები? ხო, კერძო ქონებები კიდე გაანადგურეთ. გააჩანაგეთ თელი რუსთაველი. რა კიდეთ თქვენ ვერ გავიგეთ. ახლა ამაზე ყველაფერი უნდა დახუჭოთ თვალები და კარგი ბიჭები ხარ და თავზე ხილი დაგისვათ. დასაჭერი ხართ კი არა, საერთოდ გასაძევებელი ხართ ამ ქვეყნიდან, კაიგე? თქვენ
არასამთავრობო ორგანიზაციებო, თქვენ სატანისტებო, თქვენ ლომჯარიებო და გიგაურებო და კიდევ მანდ რო ხართ შემოსხეპილი ერთმანეთს რო სახეებს რო შეხედო ამ სახეებს აი რო დადგებიან კამერები წინ და ნახეთ ამას სახეებს უმზირე რა. ცივი შუშის თვალები, გაიგე რაღაცა საზიზღარი გამოხედვები და ზიზღით როგორ უყურებთ. ვერც კი მალავთ იმ სიძულვილის, რომელიც სიძულვილი თქვენ გაგაჩნიათ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, მრევლის წინააღმდეგ, მღვდლების წინააღმდეგ, ეპისკოპოსების წინააღმდეგ, ხო? აი სიძულვილი რო გაგაჩნიათ, ვერ მალავთ მაგას, გაიგე? ძალიან აღარ შეიფუთოთ, ხო? ის ეშმაკური და ეშმაკის ქები რო გაქვთ ამოსული პირდაპირ შუბზე, ხო, ჩანს, ეგი, თქვენ შეიძლება ვერ ამჩნევთ, მაგრამ ჩვენ მაგას ვამჩნევთ. როგორ შეიძლება კაცი უძლიერებაშია? ხმად მოხუცებული პატრიარქი საქართველოს და იმას ლანძღავთ. აი სუფთა დოქსოპულოები არიან რა. ახლა არიან. აი იმაში რო არის, მონანიო დოქსოპულო, შენ დედა ყავსო. აი ესეა, ბიჭო, როგორ გაიზარდეთ? ამ შობლებისაც მეკვირს, როგორ არაფერს ეუნებიან შვილებს, კაცო. თუ თავარი ფულია, მამონია ამათის ყველაფერი. საღანდარი, მაგათ აღარჩობლები ყავს და არაფერი არ აყავთ. მამონზე არიან შეყვარებულები და იმ ეშმაკზე და იმით ხდება ეს ყველაფერი. მაგათი მშობელი, მაგრამ კაცო, ეშმაკია მაგათი მშობელი და ეს არის სატანაა მაგათი მშობელი და ეს კერპი სააკაშვილი ყავთ, ეგ კერპი, ეს ავანტყოფი, ტვინით ავანტყოფი, კერპი. ეს არის მაგათი მშობელი. რა, დემენცია აქვს და აღარა აქვს დემენცია. დემენცია რა ისა, კიდო მაგას არის დემენცია მაგას. არაფერი დემენცია ძალიან კარგად აგზნობს თავს. აი მაგ მოსაცილებელია კიდე. ამიტომ პროკურატურა მაქსიმალური გააკეთეთ. კარგი არის, ეხლა თქვენ ამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას დააყადაღეთ და კარგი არის, რომ დაიწყეთ ისა ამ მიმართულებით მუშაობა. ეს ძალიან კარგი არის და კიდე დაუმატეთ ამას. ძალიან ბევრი არიან. და ახლა გამოდის ეს ეს ხელენე ხუშტორია, გაიგე, ხოშტარია, გაიგე და ვისაო. ბიჭო, რა არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, ხო? ხომ იცახი რომ მე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობ. ერთი ამბობს რომ მე მუშაობ სოციალურ პროგრამების კუთხით. აეწინაღები რა თქინდა ერთი იმაში ოფისში ამდენი აეწინაღები, გაიგე. რაში გჭირდება ამდენი ისინი სათვალე პილოტექნიკა რაში გჭირდება? ან პილოტექნიკა რაში გჭირდება ოფისში. ამოღებული ახლა ამოიღეს, კიდევ აეწინაღები ამოიღეს, ძალიან ბევრი ამოიღეს, აინცე აეწინაღები და სათვალეები ამოიღეს, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისიდან, გაიგე. იმიტომ რომ ახლა რევოლუციის ემზადებიან, ხო? ახლა აეწინაღი იმიტომ მჭირდება თუ ალბათ ხუთავგას გაუშვებენ, გაიგე. და ხო რაღაცა ექნება. აბა სხვა მიმართულებში ამაიანწინავს ვერ გამოიყენა, გაიგე. აი რაში ისე ჩვენმა სახელმწიფო ეს საერთოდ უნდა გააფრთხილოს. რომ ფული არ შემოიტანო ჩავიფრთხილო. კი არა გააფრთხილოს, გაიგე. ეს საერთოდ რომ ეს საერთოდ ჩართული არის ამ პროცესებში და ამ რევოლუციურ იმაში რომ მეთქი. უნდა გააძეოს ვაფშე გააძეოს, გამოიძახო, გააძეონ პირდაპირ კაცო ეს ელჩი გამოიძახონ და ის საფრანგეთის ელჩი, ეს იმის ევროკავშირის ელჩი, ეს ახლა კი ახლა გაჩუმებული ამერიკის შეერთებული შტატების ხმას არიღებს, გაიგე, მაგრამ მასე იყო თავის ძოზე გაჩუმებული ტენდეგნარი, რომ შემოვიდა საქართველოს ხო გახსოვთ, როგორი კარგი იმასა. არა, იმიტომ რომ ისინი ჯერ ლაშქრი იყვნენ. ამიტომ ეხლა არის ეს დროით მოვლენილი ინგლისის ელჩი ეგენი გასაძევებელი არის ნახეთ სულ ყველა. არ არის ეგენი ელჩები გასა, ეგენი არის შვედეთის ელჩი. ეგენი არის ყველა სპეცსამსახურების ისინი თანამშრომლები. სპეცსამსახურები და ჩვენ წინააღმდეგ მუშაობენ. რა თქმა უნდა. ყველაფერი მიდის იქითკენ ბატონო ტრისთან, რომ რამენაირად ომში ჩაგვდო. ხო და ამიტომ არის გასაძევებელი მაგეთი ქორდი. ყველანი უნდა გააძევო რა არის, გაუყარე რა, თუ ჩვენსაც გამოაგდებენ არა უშავს ჩვენსაც. რაში მჭირდება რას ვიკეთებ მაგიანი. რამეს გვიკეთებენ თუ რა? ქვეყანა ააშენეს, რამე გაუკეთეს ქვეყანას სასიკეთოდ ისე ბატონტისთან აი რა აი ამ სიტუაციაში მაინც ქვეყანა როგორ მაინც ნელა ვითარდება. ახლა რა არის და უფრო წესიერ რო იყოს აქ ყველაფერი რამ ხელა ნახტომი ექნება საქართველოს. ხელი შემშლელი პირობები რო არ იყოს ამათი თამადობით. კი. ო, კიდევ ბევრი და ის ვითომ უცხოელი პარტნიორები რო ყავს ვითომ რა. ვითომ ჩვენ პარტნიორი არავინ არ აქვს. რა პარტნიორები არიან, ბიჭო, პარტნიორები კი არ არიან, ტრები არიან. ტრები არიან. ჩვენი პატრონი არის მაღალი ღმერთი, დედა ღვთისმშობელი და ჩვენი წმინდანები. ბატონო ზაზა, ჩვენ ახლა 5 წუთი დაგვრჩა ჩვენი გადაცემის დრო იწურება და მოდი ისა ძალიან მე გამეხარდა რომ გავიგერო თქვენ ჩვენი გაერთიანებული საქართველოს პარტიის სახელით კეთილით თქვენს იქ მასში რაიონში, რეგიონში, აგერ თბილისში ეს თქვენს ადამიანები უნდა იყოს, მე თუ მკითხავ
საერთოდ საკრებულოებშიც და პარლამენტშიც ვისაც ტკივა საქართველოს, ვისაც ტკივა საქართველოს და აი მოდი მოკლედ უთხრათ რა თქვენ ამორჩეველს, ასევე ჩვენ მაყურებელს რომ აი დაიწყეთ ახლა საარჩევნო კამპანია დაიწყეთ უკვე ხო? გასაგები არის. რას ეუნებით საზოგადოებას და რა არის თქვენი მიზანი და თქვენი სურვილი რომ გაკეთეს ამ ქვეყანაში და გაკეთეს იმ თქვენს უბანში რომ ოდესაც თქვენ და უნაკლოებასთან გახდეთ საკრებულო. ბევრი ის არის რა ბატონო ტრისთან როგორ არის იცი თითქმის ნაძალადევის რაიონი და თბილისში რა ხალხს უჭირს რა უჭირს კი ლამაზდება ეს ქალაქი სკვერები კეთდება პარკები კეთდება რაც კეთდება უნდა ვთქვათ მაგრამ აქ ხალხს უნდა რომ დასაქმებულები იყვნენ და სამუშაო ადგილები შეიქმნას უნდა გაკეთდეს ესეთი რაღაცები უნდა მიეცეს არიან პიროვნებები აი პატარა სამქრო რომ გაუკეთო ის იმუშავებს ის რაღაცას ისეთ პროდუქციას გამოუშვებს ის გაიყიდება და 1-4 კაცს დაასაქმებს მცირე მეწარმეებს ხელშეწყობა უნდათ ქალაქში რა ეს დიდი მსხვილი ბიზნესი რომ ქალაქში ბაზარში უნდა შემოდიოდეს გლეხი არა მესამე მყიდველი და გადამყიდველი და გამომყიდველი და ყველაფერი რომ ძვირია რა ამ ქალაქში უნდა დაადგინდეს რომ ეს ყველაფერი ფასები უნდა დარეგულირდეს რა ეს ქალაქმა უნდა ითავოს თავის თავზე შემოდის ამხელა ფაზებით სოფელში ყიდულობენ გლეხს რამდენ წვალობს იყიდიან 80 თეთრად 70 თეთრად კაპიკებში და აქ მოდიან 3 და 4 მანეთად ყიდიან რა როგორ შეიძლება მოსავლის დროს როგორ შეიძლება ჭირნახული რომ მოდის უკვე და იმას იმხელა ფასი ედება ბატონო ტრისთან რამდენად შესაძლებელი არის ეს რასაც თქვენ ამბობთ ახლა აი ფასების დარეგულირება ის რომ დაუშვათ პირდაპირ გლეხმა შემოიტანოს ეს ბაზარზე და გაყიდოს და არა მესამე და მეოთხე პირმა იცი რა როგორ შეიძლება ბატონო ტრისთან ვიღაცემ არასწორად რომ ჩაიგდეს ეს სახელმწიფო ქონებები და სტრატეგიული ობიექტები ის უნდა დაუბრუნდეს ქვეყანას და იმ ქვეყანაში უნდა იყოს დასახული ის რომ ადამიანის კეთილდღეობაზე უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფო სტრუქტურები არა მის შანტაჟზე დაშინებაზე და რაღაც თელ ყველაფერზე და ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ის შემოსავალ რასაც იღებს ის უნდა ყოფნიდეს რა ადამიანს რა იმხელა შემოსავალი უნდა გაუზარდო ადამიანს დღეს ისეთია ინფლაცია წასული რომ თუ გაუზარდეს ხელფასი ის 1200-ია თუ 1400 იგივე იმითი გამოდის და აღარ ყოფნის კია სახელი დიდი 1500 ლარი 2000 ლარი მაგრამ ოჯახი როცა ოჯახში მაშინ ყველა უნდა მუშაობდეს იმ ოჯახში და აღარ მუშაობს ეს ხალხი არ არის დასაქმება პირველი რაც უჭირს საქართველოს და უნდა დასაქმდეს ეს არა დასაქმება გასაგებია რასაც თქვენ ამბობთ მაგრამ არის სამუშაო ადგილებიც არის ახლა დღესდღეობით რომ თუ ეხლა თუ კი მოიდონებ ადამიანი და გინდა რომ რაღაცა გააკეთო არის სამუშაო ერთი მშენებლობა მიდის ამ ქალაქში გაჩაღებულია მაგრამ ეს მშენებლობაც უნდა დაგეგმო წესიერად იმ მშენებლობა როგორ მიდის ხო უყურებთ მის შაზროს გაყიდული მიწები და ისა როგორ სიტყვიან ამ სიტყვას დათრეული მიწების ეხლა გამოფენა დაიწყოს ოცნების დროს და მიდის და მიდის მშენებლობა ეს მშენებლობა ხო ლამაზად უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა იქ სადაც მშენებლობა მიდის როგორ შენდებოდა განაშენიანების გეგმები არ არის იქ უნდა იყოს ბაღი იქ უნდა იყოს მაღაზია იქ უნდა იყოს აფთიაქი ყველაფერი უნდა იყოს ინფრასტრუქტურა იმის გარშემო რომ შენდება მასივები თუ რაც დავარქვა 5-6 კორპუსი აღაშენებ აბა იმას არ უნდა ერთმანეთზე არ უნდა იყოს მიტყუპებული და რას გავს მე ზოგიერთი კორპუსის სახე რა არ ჯდება იმ რელიეფში სადაც აშენებდა ხო შეიძლება რომ ცოტა ლამაზად მიეხედოს ყველაფერს თქვენ ახლა ბატონო ზაზა გინდა არ გინდა მაინც ოპოზიციურ პარტიად ითვლებით მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ ოპოზიცია სახელმწიფოსთვის კაი უნდა იყოს ხო არა მე რა მინდა შეგეკითხოთ დახეთ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ახლა აი გუმერთვაცნას და ასეც უნდა იყოს რომ თქვენ მოხდეთ საღემაში ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოში ხო თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა და რა ფორმით აპირებთ დაუშვათ არსებულ ხელისუფლებასთან მოქმედებას და საერთოდ საჯიბროებრივ საკითხების რომელიც საჯიბროებრივ ამ ქალაქისთვის კარგი იქნება და ამ ქალაქის განვითარებას ხელ შეუწყო მეც ვითანამშრომლებ ხელისუფლებასთან აბა როგორ გინდა რომელიც არ არის და ვიღაცაზეა მორგებული იმაში არ წავყვები
ვიღაცების ინტერესების სფეროები რო იყოფ ამ ქალაქში და თელ საქართველოს. იქ არ წავყვები მე ხელისუფლებას და უნდა გადავიდეთ ყველა მხილების რეჟიმზე. ნუ კრიტიკული იქნება. კრიტიკული იქნება. სამართლიანი კრიტიკა, რომელიც ხელისუფლებისთვის უნდა იყოს კარგი, გამოფხიზება, არ უნდა მიეცეს ტყბობას, თრობას ხელისუფლების იმას. და სამართლიანი და ამისთვის ფხიზლად უნდა ოპოზიცია უნდა აჯანჯღაროს ხელისუფლება ისეთ საქმეებში, რომელიც რო არ მოხდეს რაღაცა კარტელული გარიგებები ეგრე რო ვთქვა ჩვენ რა ამ ქართულ ენაზე. ბატონო ზაზა, ძალიან კარგი და ვინა წარმატებები გისურვებთ. ბატონო ზაზა, მინდა რომ მე მართლაც ჩემი სურვილი არის რომ თქვენარი პატიოსანი ხალხი იყოს იმ საკრებულებში და იმ პარლამენტში, რადგან პატიოსანი ადამიანი ყოველთვის ყველგან გამარჯვებული არის და მისი პატიოსნებით ყველაფერს ის ყველგან მისთვის კარი ღია არის და მისი დარწმუნებული ვარ მე რომ თქვენიც ახლა თქვენი პატიოსნებით იქ ხმალა მოგებული იბრძოლებთ რომ როგორმე გადაარჩინოთ და როგორმე ნორმალური მიმართულებით წავიყვანოთ ერთ ქვეყანა. წარმატებებს გისურვებთ, გამარჯვებას გისურვებთ და თქვენ გამარჯვებასთან ერთად საქართველოს გაუსურვებთ გამარჯვებას და სიძლიერეს უყურებთ. ვიფასო ტელემაყურებლებო, მადლობთ რომ გვიყურებთ, კარგად ნანებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.